მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ლუკა და დღევანდელ ვიდეოში გადავიღებთ ვიდეო გაკვეთილს. ეს იქნება ჩვენ არხზე უკვე მეორე ვიდეო გაკვეთილი და ამ ვიდეო გაკვეთილს გასწავლით თუ როგორ გადავიღოთ ხარისხიანი ვიდეო ბანდიკამის საშუალებით. ბევრმა რო კითხო იცის თუ როგორ უნდა გადაიღოს, მაგრამ 10 FPS-ით თამაშობს თამაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მას სუსტი კომპიუტერი აქვს, უბრალოდ იგი ვერ ახერხებს გადაღებას. და ეს იმისთვისაც იქნება და კიდევ დამწყებისთვისაც, ვინაც ჯერ ბანდიკამი საერთოდ არ იცის. პირველ ვიდეო გაკვეთილში მე გასწავლით თუ როგორ მოგვეწერა ქრაქიანი ბანდიკამი, ანუ დარეგისტრირებული ბანდიკამი და ის ვიდეო გაკვეთილი უკვე დაიდო, ალბათ ნახეთ და ესე იგი ახლა გასწავლით და განვიხილავთ ყველა პარამეტრს. პირველ რიგში გადავდივართ ზოგადში, ანუ აი ამ პირველში, მოკლედ, მოდით დავიწყოთ აი მენიუს დახმარებით განხილვა. აი ამით შეგიძლიათ აი ესე აკეთოთ და ჩაკეთოთ, როგორც გინდათ, არ აქვს მნიშვნელობა. ხოლო, ეხლა თქვენ თუ გინდათ გადაიღოთ თამაში, აუცილებლად უნდა შეხვიდეთ game recording mode-ში, რაც იღებს ვიდეოებს და თამაშებს. ხოლო მეორე უკვე აი ამით იღებს ნებისმიერ რაღაცას, ბოდიშით ცოტა ხმა იყო, იღებს ნებისმიერ რამეს, მაგალითად ეხლა მე ვიწერ აი desktop-ს, აი ამის დახმარებით, ეხლა ჩაკეცილი მაქვს და მთელს ეკრანზე მაქვს, ყველაფერი ჩანს. ეს კი არის ვიდეო თვალი, უკვე მხოლოდ თქვენი თავი გამოჩნდება. ეს არის screenshot-ის გადაღება, ანუ თქვენს ეკრანს გადავიღოთ სურათი. ეს კი თუ სად იწერს თქვენი ბანდიკამი. ეხლა ჩემი იწერს desktop-ზე. კარგით, ხოლო ეს რო გავაკეთოთ, საჭიროა დავაწვეთ აი ამას. შემდეგ კი ესე იგი რას ვაკეთებთ ახლა? პირველ რიგში ვირჩევთ ჩვენს ჩაწერის ფაილს, თუ სად გვინდა რომ ჩაწეროს. მე ამჯერად მაქვს მითითებული desktop-ის და კიდევ ერთხელ მივეთიკებთ. შემდეგ დავაწვევთ გახსნას და ამის შემდეგ აქ მოგვიგდებს თუ სად ჩაიწერა ჩვენი გადაღებული ვიდეო. ეს კი თქვენ თუ გინდათ მონიშნეთ, ეს არის ბანდიკამი, ყოველთვის წინა პლანზე უნდა დააყენეთ და ბანდიკამი დაიწყეთ ეგრევე, ანუ როგორც კი ჩაერთვება Windows-ი. და აი ახლა ვაწვევით ჩვენ გაფართოებულს. კარგით, აი როგორც კი შევალთ, ესე იგი ამოგვიგდებს აი ესეთ ფანჯარას. სადაც გვიწერია ბანდიკამის ფანჯარა ყოველთვის წინა პლანზე დავაყენოთ. რა თქმა უნდა, მე ამას არ ვნიშნავ, რადგან ყოველთვის წინ მექნება დაყენებული და რატომღაც არ მომიწევს. თქვენ თუ გნებავთ აუცილებლად მონიშნავთ, არ არის პრობლემა. შემდეგი არის ბოდიშით FPS-ის ჩვენება ჩაწერილ ვიდეოში, სურათში. ან ნებისმიერ იმაში, როცა ანუ იწერთ აი ამას. game recording mode, ანუ თამაშის გადაღების მოდით. მე არ მაქვს მონიშნული, რადგან თვითონ თამაშიც ხედავ ხოლმე თუ როგორ მაქვს და რამდენი ის მაქვს FPS-ი, ხოლო აქ არის ავტომატიკური ბრძანებები, ესე იგი პირველი ბრძანებაა ბანდიკამის გაშვება Windows-თან ერთად, ანუ როგორც კი ბანდიკამი, უпростоროდ Windows-ი ჩართვება, იმ წამს რომ ბანდიკამი ჩართოს. რა თქმა უნდა, მე ასე არ მინდა. და კიდევ ანუ დაიწყეთ ბანდიკამი გადაღება მთელს ეკრანზე. რა თქმა უნდა, მე ამას ჩემი თვარე გვივიდებ. გადავიდეთ output-ში, რომელიც უკვე განვიხილეთ, ანუ აქ ჩაწერის საქაღალდეა, ხოლო აქეთ გადავიდეთ. მე აქ გირჩევთ რომ ყველაფერი მონიშნოთ და ისედაც მონიშნული იქნება, რადგან გადაიღოს ყველანაირი თამაშის მქონე დაირექსები, მაგალითად დაირექს 8, დაირექს 10, დაირექს 11 და ასე შემდეგ. გადავდივართ ენებში, ხოლო რომელ ენასაც გვინდა იმას მოვნიშნავთ. და თუ მაგალითად ეხლა ქართულზე მაქვს და მინდა ინგლისურზე გადავიყვანო და დავაწვევი დიახს, ბანდიკამი ავტომატურად გადარესტარტდება და გამორთვება, ამას გაფრთხილებთ. ამიტომ არ გამოიყენოთ ეს ვიდეოს გადაღების დროს. ხოლო აქ არის იგივე, ოღონდ უკვე ასეთ ჩამონათვალში. კარგით, ეს ყველაფერი განვიხილეთ და დავაწვევით დიახს თუ რამე ცვლილება გვაქვს. ესე იგი, აქ auto start recording, ანუ auto გადაღება. აქ კი ვირჩევთ ისინი იყო, რაც აი აქ გაფართოებულში, აი აქ იყო. ეხლა კი გადავდივართ უშუალოდ მომართვაში. შეწყვეტის პირობების მიმართება, ანუ შეწყვეტა ჩაწერილის ხანგრძლივობით ბოდიშით, ანუ არ მაქვს მე მითითებული, რადგან მაქვს დაკრაკული ვერსია, ანუ ნაყიდი ვერსია და ჩაწერილი ზომით მაქსიმალური ზომა არის 100 მეგაბაიტი და აქ რა თქმა უნდა არაფერს ვაძლევთ. და ავტომატურად ესენიც სქრება. კარგით, გადავდივართ ვიდეოში. ეხლა კი ამ ვიდეოში ვხედავთ ჩვენ. ანუ დაწყების ღილაკი, მე დაწყების ღილაკი მაქვს დაყენებული Alt-ზე, რადგან არც ერთ თამაში და არც ერთ რაღაც ბრძანებაში არ მჭირდება ეს Alt მენიუ მაინც და მაინც და
მაღლა ცოტა ყელი ბოდიშით და აქ არის დაპაუზების ხილაკი. ანუ აი ეს. აქ კი მე ეხა აქ წერია რომ show mouse cursor მე არ მაქვს რადგან უფრო ასეთი ლამაზი მგონია, ხოლო აქ თუ ჩვენ შევალთ ეხა მომართვაში ვნახავთ სხვა პროგრამებს. კარგი, შევდივართ აქ და გვიგდებს 5 ბრძანებას. პირველ ბრძანება არის ხმა. ხმის ჩაწერა, რა თქმა უნდა, გნებავთ ჩვენ. თქვენ თუ გინდათ არ მონიშნოთ. აუდიო ფაილების ცალკე შენახვა, რა თქმა უნდა, არ მინდა, ეს უკვე პროფესიონალებისთვის არის, ან დამწყებებისთვის, ვისაც უნდათ მაგალითად Windows ცალკე დარენდერება, ცალკე ხმის და ცალკე ვიდეოსი, ხმის პირდაპირი მოწყობილობა. მე მაქვს მითითებული მიკროფონი, ამჯერად, რომელიც 100%-ზე მაქვს აწეული, რადგან რამე უცხო ხმები გადაფაროს. აქ კი მაქვს მითითებული დინამიკი. ანუ ჩემ კომპიუტერში დგას მიკროფონის და დინამიკის. მაქვს ნოუთბუქი და ეხლა ვიხებ ნოუთბუქით. ესე იგი, ორი ხმის შერევა, რა თქმა უნდა, მინდა მაგალითად, როცა ჩემ მეგობარს Skype-ში ველაპარაკები, ხოლო თუ გვინდა რომ ეხლა მაგალითად აქ ჩვენი ხმა გავწყვიტოთ, ასე ვთქვათ, მაგალითად არის სტრიმი და Skype-ში მე თუნდაც შემოვიდა დედაჩემი. რა თქმა უნდა, მე დავუწევი F12-ს და ავტომატურად ხმა გაითიშება და გაგრძელდება სტრიმი, მაგრამ ჩემი ხმა აღარ ისმის ცოტა ხნით. შემდეგ მოვაგვარებთ ამ საქმეს და ავტომატურად განვაგრძობთ. ეს არის კამერა. ამჯერად მე კამერა არ მაქვს დაყენებული, მაგრამ გპირდებით უახლოეს მომავალში დავაყენებ. გადავდივართ ლოგოში, სადაც მე არ მომწონს ვიდეოზე სურათის დადება, აქ აწერია simple logo, simple PNG, ანუ PNG გაშლილი ფორმით. შემდეგ ეფექტები. აქ არის თაგვის ეფექტები, ანუ მაუსის ეფექტები და კლიკის ეფექტები. ამჯერად მე დადებული არ მაქვს, რადგან მაუსიც გათიშული მაქვს. ხოლო თუ გადავალთ ჩვენ მომართვაში, აქ ყველაფერს ასე ვტოვებთ, როგორც არის. კარგი, დავაწვევით დიახს თუ რამე ცვლილება გვაქვს და გადავდივართ შემდეგზე. ფორმატი ავი. ვაწვევით მომართვას და ვხედავთ აქ ფორმატის მომართვა. File type, ანუ როგორი გინდათ MP4-ში გადაღოს თუ ავიში. მე მითითებული მაქვს ავი ვერსია, ხოლო ზომაში მაქვს მითითებული სრული ზომა. კარგით, გადავდივართ FPS-ში. FPS-ი მაქვს მითითებული 30-ზე, რადგან ჩემი კომპიუტერი არ არის ძლიერი, თქვენ თუ გნებავთ დავაყენეთ 120-ზე. ანუ შეზღუდვა მაქვს მე გაკეთებული, რომ არ გამიჭეროს. ხარისხი მაქვს 90-ზე, ანუ კარგ ხარისხში იღებს ვიდეოს. თქვენ ალბათ გეყენებათ 80-ზე ან 70-ზე, მაგრამ მე ავწია 90-ზე. ხოლო აქ ყველაფერს იგივე ვსტოვებთ, თორემ შეიძლება თქვენი ბანდვიթამი გაფუჭდეს ავტომატურად და აღარ განაგრძოს გადაღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავაწვევით დიახს და შევდივართ გამოსახულებაში. სადაც გვაქვს ხილაკი, აქ თითქმის ყველაფერს იგივე ვსტოვებთ. თქვენ თუ გინდათ დააწვევით ანაბეჭდის აღებას და ავტომატურად სურათების გაკეთებას დაიწყებს. მაგრამ მე არ მინდა. შემდეგ ვაწვევით გადაღების ხმოვან ეფექტებს, მაგრამ ეს არ მინდა მე და აქ მაღალი ხარისხით ჩვეულებრივ ვსუდიდებთ. აქ კი ჩვენ გადაღებული ვიდეოებს ვხედავთ. შემდეგ გადავდივართ შესახებ. სადაც გვაქვს ჩვენი ქრაკი. ამჯერად მე ჩემს email-ს არ დაგანახეთ და თუ დაინახეთ, დიდი არაფერი არ არის, ეს არ არის ნამდვილი email და ვერაფერს ვერ ვატეხავთ, იმიტომ რომ ამ email-ზე არაფერი არ მაქვს შექმნილი. ეს იმისთვის მაქვს, რომ ხალხმა არ დაინახოს, ანუ თქვენ. და ესე იგი, ყველაფერი განვიხილეთ თითქმის 8 წუთიანი ვიდეოც გამოგვივიდა. მართალია სწრაფად ვლაპარაკობდი, მაგრამ ალბათ თქვენთვის გასაგებია. მოკლედ მეგობრებო, დღეს მე ამით დაგემშვიდობებით. თუ მოგეძნებათ ეს მეორე ვიდეო გაკვეთილი, დამიწერეთ კომენტარებში მოგინდებათ თუ არა კიდევ გადავიღო. აუცილებლად არ დაგავწყვით ლაიქი და subscribe-ი და რა ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ.